მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. დღევანდელ გადაცემაში უნდა ვისაუბროთ ერთჯერად ჭურჭელზე, რომლის წარმოება, გაყიდვა და რეალიზაცია შესაბამისად აიკრძალა 2026 წლის 1 იანვრიდან და უნდა ვისაუბროთ იმ რეგულაციებზე, იმ ცვლილებებზე, რომელიც კანონში შევიდა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რა გავლენა აქვს ამას ჩვენს ჯანმრთელობაზე და სურსათის უნებლობაზეც, მათ შორის ამ თემაზე მიხეილ ბეღელაძე ისაუბრებს სურსათის უნებლობის საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი. მოგესალმები მიხეილ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დიდი ხანია არ შევხვედრი ვარ ჩვენი გადაცემის ფარგლებში. მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. მიხეილ, მოდი თავდაპირველად დავიწყოთ იმაზე საუბრით და აღვნიშნოთ თუ რას ითვალისწინებს ეს რეგულაცია და რატომ მოხდა საჭირო ზოგადად ამ კანონის მიღება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მნიშვნელოვანი რეგულაცია ნამდვილად. ბევრი ფაქტორია მოკლედ გამსაზღვრელი იმისა თუ რატომ მოხდა ეს ცვლილება, ბევრი სხვა ფაქტორი და შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. ერთჯერადი ჭურჭელი ზოგადად რომელზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, სხვადასხვა მიმართულებით მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული გამოყენება აქვს, და ბევრ სხვა ალტერნატივასთან შედარებითაც კი პრაქტიკული არის და ასე შემდეგ, ბევრ სხვა პრობლემას ქმნის და ეს პრობლემები იყო როგორც სურსათის უნებლობის კუთხით, გარემოს დაბინძურების კუთხით და აი ამ ფაქტორებმა ორი მთავარი ფაქტორი რომ გამოვყოთ, განსაზღვრა ის რომ თქვათ რაღაც ეს აკრძალვა ყოფილიყო ქვეყანაში, ხო? ესეთი აკრძალვა ევროკავშირში სხვადასხვა 2021 წლიდან არის შესული და იქ ერთჯერადი გამოყენების აწრუპები, ჭიქები და ასე შემდეგ, რაც ჩვენთან შევიდა ხაზალაში 2021 წლიდან არის აკრძალული სრულად და აგრეთვე სხვადასხვა დასახელების ჭურჭელი, რომელშიც თქვათ 30%-ზე მეტი არის თქვათ არა დეგრადირებადი მასალა დაუშვებელია, თქვათ მისი გამოყენება მინიმუმ 30% უნდა იყოს ბიოდეგრადირებადი მასალა, ისეთი მასალის გამო და იყოს დამზადებული. ჩვენთან ნელ-ნელა ამ კანონმდებლობასაც ვიღებთ, მაგრამ თუ პირველ რიგში აიგზალა ეს, ხო, ერთჯერად ჭურჭელთან დაკავშირებით. ამ ერთჯერად ჭურჭელს, როგორც გითხარით, ძალიან ისეთი პრაქტიკული გამოყენება აქვს, მაგრამ საფრთხე უნებლობის განსაკუთრებით, როდესაც თქვათ რაღაც ცხელ პროდუქტს განმათავსებთ მასზე და ასე შემდეგ, ძალიან ისეთი დიდი საფრთხეები აქვს ხოლმე, იმიტომ რომ მისი ნივთიერებები მიგრირებაც უძახით, ესეთი ტერმინს ვიყენებთ ხოლმე, მიგრირებადი, ანუ გადადის სურსათში და ორგანიზმში რჩება. ნუ არაერთჯერადი გამოყენებით, რა თქმა უნდა, და არაერთჯერადად, მაგრამ რაღაც პერმანენტულად სუკი, როდესაც ვიყენებთ და ასე შემდეგ, ეს ნივთიერებები უკვე ადამიანის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით ხო, აი მაგალითად ახლა ჩვენ აქაც გვაქვს წარმოდგენილი აი ასეთი ტიპის კონტეინერები, რომელსაც ძალიან ხშირად მეც მათ შორის ვიყენებდი, თუნდაც პროდუქტების გასაყინად, ჩემთვის ძალიან პრაქტიკული იყო. დამაშინა კანონმა მეც ვეცადე რომ ამომეღო ჩემი მოხმარებიდან, მაგრამ აი თუნდაც ამ კონტეინერის შემთხვევაში თუ მაგალითად ერთჯერადი ხასიათით, აი შევყინე რაღაც პროდუქტი, გამოვიყენე შემდეგ ის პროდუქტი და ეს კონტეინერი გადავაგდე. ამ შემთხვევაშიც არის საფრთხის შემცველი? ხო, აი ამ კონტეინერს ახლა უკან თუ დავაკვირდებით, აქ დაწერაც აქვს. ესეთი მაგალითად ჩასმული აქვს და ერთიანი ციფრი აწერია. ეს ნიშნავს, რომ ერთხელ არის, ზოგან შეიძლება ანუ გააჩნია რომელი ქვეყნიდან არის. ერთხელ გადამუშავებული შეიძლება ეწეროს მაქსიმუმ 7 შეიძლება ეწეროს, რა 7-ჯერ შეგვიძლია მაქსიმუმ გადავამუშაოთ თავად ეს ნივთიერება, მაგრამ ნუ ჩვენ შემთხვევაში უკვე გადამუშავებაც აღარ არის აიგზალა ხო ეს მომენტი, მაგრამ ჩვენ როდესაც ვამბობთ რომ ერთჯერადად გამოვიყენოთ, ანუ ერთხელ შეიძლება გამოვიყენოთ და პრობლემა არ შეგვიქმნას. მაგრამ როდესაც სულ ამას ვიყენებთ უკვე ადამიანის ორგანიზმისთვის ჯანმრთელობის პრობლემები შექმნელი. გარდა ამისა, თავად ეს პროდუქტი ნარჩენია ხო შემდეგ და როდესაც გადავაგდებ და ასე შემდეგ. რა უნდა მოხდეს? უნდა მოხდეს ან თქვათ ნაგავსაყრელზე გატანა, ან უნდა მოხდეს დაწვა და განადგურება, უტილიზაცია სადაც ვეძახით. ნაგავსაყრელის შემთხვევაში ნიადაგში დაახლოებით 400-500 წელი რჩება ნიადაგში და ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. იქ გადასული ეს ნივთიერებები და მასთან უკვე ნიადაგში თქვათ დაშლილი და იქ მოყვანილი მერე თუნდაც პროდუქტი, აგროპროდუქტი იქნება და შემდეგ ძალიან პრობლემის ნატარებელია, ხო? ეს ერთი. აი თუ კი მაგალითად დავწვავთ და გავანადგურებთ, კიდევ უფრო საშინელია, იმიტომ რომ ნივთიერებებს გამოყოფს წვისას, რომელიც კანცეროგენული ნივთიერებებია, სიმსივნურ დაავადებებს ძალიან და ბევრ უდიდეს პრობლემას ქმნის.
საქართველოში სამწუხაროდ არ აგვაქვს ჩვენ ახლა ისეთი ინფრასტრუქტურა, რომ მოხდეს ამის უტილიზაცია ისე. საქართველოში კი არა, ბევრ სუპერ სახელმწიფოს არ აქვს ეს ზოგადად მსოფლიოს პრობლემა არის. ანუ უნდა მიუდგეთ არა მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების კუთხით, თქვა, ხო, პრობლემას უნდა მიუდგეთ, რომ აი ბევრ პროცესს გადის ეს. გარდა იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ სურსათთან შეხებაში გვაქვს, მერე ნარჩენიერი და ნარჩენი პრობლემას ქმნის, გარემოს პრობლემა უკვე მერე ისე უგვიბრუნდება ჩვენ ადამიანებს და აქედან შეიძლება ისევ წამოვიდეს ეს პრობლემა, ხო? თავად ეს ნივთიერება, რითაც თქვა, კეთდება, ხო? ბისფენოლი, ბევრი სხვადასხვა ნივთიერებებისგან შემდგარი არის და ეს ყველა ეს ნივთიერებები ფაქტობრივად ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმრავლესი მათგანი თითქმის დაუდგენელია რა გავლენას ახდენს, მაგრამ ну არსებობს კვლევები მათ შორის რომ დიდი ალბათობით სიმსივნური დაავადებები თუ ასე შემდეგ ძალიან მოქმედებს, მოკლედ პროვოცირებას იწვევს აი ეს ნივთიერებები ამას და ну ადამიანის ჯანმრთელობის კუთხით არ არის რეკომენდირებული. ეხლა აი ამაში რომ მაგალითად პირობითად მოვათავსოთ რაღაც პროდუქტი, აი თუნდაც რაღაც ვაშლი ან რაიმე და ესე გადავიტანოთ, შეიძლება ნაკლები პრობლემა შეგვიქმნას, მაგრამ იგივე ეს პროდუქტი ამოვიღოთ, მივირთმევთ და ეს ნარჩენიერი პრობლემას გვიქმნის უკვე ნარჩენი. რა აი ამაში რომ მოვათავსებთ ცხელ პროდუქტს, თუნდაც თბილს და ასე შემდეგ, ძალიან დიდ პრობლემას უქმნის უკვე თავად იმ პროდუქტსაც, რომელსაც ჩვენ შემდეგ მივირთმევთ, იმიტომ რომ განსაკუთრებით ცხელ პროდუქტში, განსაკუთრებით თბილ პროდუქტში ადვილად გადადის ეს ნივთიერებები და ის გარემო იქნება, რომ ეს ნივთიერებები შემადგენლობაში რაც არის, ადვილად მოხდეს. და ალბათ ამასთან ერთად ну განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ იმ საკითხსაც, რომ მიკროტალღურ ღუმელშიც არ უნდა მოვახდინოთ ასეთი ტიპის კონტეინერები. სხვათა შორის არის ესეთი აღნიშნებსაც უნდა დავაკვირდეთ აუცილებლად. ანუ აღნიშნვა რომ კვებითი არის, შეიძლება ამას აწერია რომ კვებითი არის და აღნიშნვა რომ კვებითი არის, არ ნიშნავს იმას რომ იქ ტემპერატურას უძლებს. არის სხვადასხვა მაგალითად აი თუნდაც რაც გვაქვს ხო წარმოდგენილი აქ. აი ეს მასალა და ეს მასალა რომ შევადაროთ ერთმანეთს, ხო? აი ეს მაგალითად 200-230 გრადუს ჩვეულებრივად უძლებს ტემპერატურას და გათვლილია იმაზე რომ გაცხელდეს ან ცხელი პროდუქტი განთავსდეს და ასე შემდეგ, ხო? შემდგარია, ну აში არ არის პლასტიკი გამოყენებული და კვებითი არის. მას როგორც კვებითი, ისე ტემპერატურულ რეჟიმსაც უძლებს, მაგრამ არის პროდუქტები, რომელიც ტემპერატურულ რეჟიმს ვერ უძლებს, ხოლო კვებითი არის შესაბამისი აღნიშვნა სხვათა შორის, ეს მიკროტალღური ღუმელი ხატია და შეგვიძლია ვნახოთ, რომ იქ უკვე ის გვაძლევს შესაძლებლობას იმისა, რომ თქვათ კვებითი არის გარდა ამისა, ну კვებითის გარდა მიკროტალღურ ღუმელში შეგვიძლია გავაცხელოთ, ხო? არის პროდუქტები და კონტეინერები, რომელიც თქვათ რომელთა გაყინვა, ანუ პროდუქტი მასთან ერთად თუ კი არის მოთავსებული, გაყინვა არ არის რეკომენდირებული და ანუ ისეთი, რომელსაც თავისი აღნიშნავს, რომ გაყინვა შესაძლებელია უკვე აი ამ კონტეინერთან. აქ ჩემი თავის შეცდომაზე აღვნიშნავ მაყურებლისთვის, არასდროს დაუკვირვები ვარ ამ მანიშნებლებს და კი, ზოგადად ეს მანიშნებლები ხშირად ვახსენებთ ხოლმე ჩვენ, რომ აი რაღაცა ISO სტანდარტის მიხედვით არის ნაწარმოები პროდუქტი და ეს ISO სტანდარტი ზუსტად მაგას აღნიშნავს, რომ მათ აქვს თავიანთი ეს აღნიშვნები და ну რა თქმა უნდა თუ კეთილსინდისიერად არის ნაწარმოები და იქ ვიღაც არის ტყუება და ესე რომ ვთქვათ ესეთ პრობლემას აქვს, თუ გაუკონტროლებელს არ საუბრობ. ესეთი აღნიშნები ბევრი ინფორმაციას გვაძლევს, ხო, სწორედ და ორგანიზაცია, რომელიც ესეთი ტიპის აღნიშნებს იყენებს, იქ დიდი ალბათობით წარმოების პროცესში ეს მოთხოვნები თქვათ რაც დაცული არის ხოლმე როგორც წესი და მნიშვნელოვანია რომ ამ აღნიშნებს დავაკვირდეთ, საინტერესო აღნიშნები არის და ეს აღნიშნები გვაძლევს აი უნებლობაზე ინფორმაციას, ამ რისკებზე უпроსტოდ რა რისკი შეიძლება შექმნას და რა რისკებს უძლებს მოკლედ რომ ვთქვათ ეს ჭურჭელი. კი ბატონო. მიხეილ, ამ ეგრეთ წოდებულ პლასტმასის კონტეინერებში, ჭიქებში, თებშებშიც არის სხვაობები, ხომ? აი მაგალითად ეს კოვზი და ეს ჭიქა ამ შემთხვევაში გაცილებით მყარი პლასტმასია, ვიდრე ვთქვათ აი ეს აღნიშნული, ხო? აი ამათ შორის როგორ შეგვიძლია გავარჩიოთ ნაკლებად ხიფათის შემცველი? აი აქაც ხო ხედავთ ახლა ნიშნებს, მაგრამ მე პირადად ვერ ვცნობ. აი ნახეთ BPA free, აი აქ აწერია BPA free, მაგას არ ეწერება ეგ. BPA free. PP აწერია, ხო, პლასტიკია, ესეც პლასტიკია. კი, აი ამასაც იგივე აწერია, ესეც პლასტიკია, ეგეც უბრალოდ BPA კიდევ ერთი დანამატი, რომელიც თქვათ ნივთიერება, რომელიც გამოიყენება, BPA free არის, ანუ ეს პლასტიკის. განსხვავებით მაგისგან ოდნა უკეთესია, მაგრამ ესეც პრობლემატური პროდუქტი არის, ანუ არ არის. გადამუშავების კუთხით. ხო, გადამუშავების კუთხით და ზოგადად ანუ პლასტიკი არის ჩვეულებრივ რომელიც როგორც გითხარით ნივთიერება. ეხლა ამაში ამიტომ გვაქვს ხოლმე თუნდაც ყავა, ჩაი, რომ
რაღაცა აი ამაში დაუშვებელია აბსოლუტურად აი ცხელი პროდუქტის მოთავსება, ხო? ეხლა უკვე ბაზრიდანაც აღარ გვექნება მალე და გაქრება სრულად, ხო? მაგზაულია და ასე შემდეგ. ამაში ამიტომ ვათავსებთ ესეთ პროდუქტებს, ცხელ პროდუქტებს ვასხამთ და მას არ აქვს, იმიტომ ეს არის ქაღალდი. და ეს გამოიყენება უკვე სრულად უნებელი არის აი ამ კუთხით. ჩემთვის და ზოგადად რომ გითხრათ მოხმარებლისთვისაც ამას და ამას შორის ძალიან დიდი სხვაობა არ არის. ანუ ორივე პრობლემური პროდუქტი არის. ოდნავ უკეთესია ის თავისი სისქიდან, გრადობიდან, თქვათ რაღაცა უფრო მოხერხებულობიდან და კომფორტიდან გამომდინარე და ასე შემდეგ, თორე როგორც ასეთი ნივთიერებები ძალიან თითქმის იდენტური არის, დიდი სხვაობა არ არის. და ანუ რაღაცა ერთჯერადი პლასტიკისა იმ კატეგორიაში გადის, რომელიც თქვათ პრობლემურია ადამიანის მოხმარებლისათვის. კი ბატონო. აი აქ ჩვენ ქაღალდის ჭურჭელი ვახსენეთ და ამ შემთხვევაში და ბოლო პერიოდში ისედაც სანამ კანონი შემოვიდოდა, რაღაცნაირად ეკომეგობრული კომპანიები გაჩნდნენ ბაზარზე და აწარმოებდნენ ქაღალდის კონტეინერებს, მუყაოს კონტეინერებს და აი ხის დანაჩანგლებს, კოუზებს, ყავის მოსარეულ საშუალებებს. აი ამაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, ხშირად სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რა ვიცი როგორც არის უფრო ალბათ სამწუხაროდ, ყოფილა შემთხვევები, რომ ვთქვათ, აი ხის ნარჩენები პირში მოგხვედრია. აი ამაზე როგორ შეგვიძლია ვთქვათ, კონტროლი გავწიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ვისაუბროთ იმაზე, რამდენად არის ეს ნერვიულობის საბაბი და საგანი. ოკეი. ერთი ვიტყვი რომ რა თქმა უნდა უკეთესი ალტერნატივა არის და ძალიან უკეთესი ალტერნატივაა. ქაღალდი, ხე, ბამბუკი, პირველი აი ბამბუკი, ლერწამი, შაქრის ლერწამი და აი აქედან მიღებული ეს მასალები არის ყველა აბსოლუტურად ეკომეგობრულ სასაცველად თუნდაც, ხო? მაგრამ ნახეთ, ეს თავისი მინუსები აქვს ამას. მე პლასტიკზე ვთქვი და ვახსენე, რომ რაღაც პრაქტიკული იყო თქო, ხო? ბევრად გამძლეა და ასე შემდეგ. ეს არ არის ესეთი გამძლე თუნდაც ტემპერატურაზე თუნდაც და ანუ ამიტომ პრობლემური არის აი ამ კუთხით, მაგრამ სრულიად უნებელია და უსაფრთხოა. მაგრამ აქ ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, აქაც კი შეიძლება იყოს წარმოებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოყენებული მასალა, რომელიც არის მაგალითად ნარჩენების გადამუშავების შედეგად, ხის ნარჩენების და ასე შემდეგ, რომელიც არ არის სპეციალური დამუშავებით და ისიც შეიძლება ტოქსიკური იყოს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო. აქაც მნიშვნელოვანია, რომ არ არის აპრიორი, ანუ არ ვამბობთ იმას, თუ კი არის, ვთქვათ, ხის, არ არის აუცილებლად, ყოველთვის ხე არ არის, ვთქვათ, უსაფრთხო. აქაც მნიშვნელოვანია, რომ წარმოებელი გავითვალისწინოთ და ეს უსაფრთხოება დაცული იყოს. ეხლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თუნდაც მის ნატეხზე თუ ასე შემდეგ, ჩანგზე და ასე შემდეგ, ესენი აბსოლუტურად დაუშვებელია მაგალითად ინდუსტრიულ წარმოებაში, რესტორანში, კვების ობიექტზე და ასე შემდეგ. სამზარეულოში ესენი არ გამოიყენება. და დაუშვებელია ჩვეულებრივ, ანუ ის თუმცა სწრაფი კვების ობიექტებში სწრაფი კვების ობიექტზე მომზადების პროცესში არ გამოიყენება, მაგრამ შესაძლებელია გამოიყენო მირთმევის. კი, ამას უკვე მომხმარებელს აზრით, იმიტომ რომ ინდივიდუალურად ერთ პროდუქცია არის გამოყენებული და წარმოების პროცესში ამის გამოყენება სრულიად დაუშვებელია, იქიდან გამომდინარე, რომ აი ეს უნდა ნებისმიერ დროს ამში შეიძლება მოძრეს რაღაც და დარჩეს ხო პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და რეალურად აი ეს საფრთხე გააჩნია. მაგრამ თუ კი პროდუქტია ეს ნივთიერება, პლასტმასის შემთხვევაშიც ალბათ ძალიან ბევრ ადამიანს ქონია ეს შემთხვევა, რომ ან ჩატეხილა, ან მოგვიკბიჩავს და ასე. პლასმასისგან განსხვავებით ამას ერთი კარგი უპირატესობა აქვს, რომ ლერწმისგან არის დამზადებული და სრულიად კვებითია. სრულიად კვებითია. ანუ ერთადერთი ახლა არ გულისხმობ რაღაცა ძალიან დიდ ნატეხს, რომელიც თქვათ აი შეიძლება დააზიანოს ადამიანის ჯანმრთელობა, მაგრამ აქაც ითვალისწინებენ თუ დააკვირდებით ახლა ხელშიდაც მოკიდოთ, აქაც ითვალისწინებენ წარმოებლები ამას, რომ ეს ადამიანისთვის ნაკლებად სახიფათო იყოს. რას გულისხმობ? არ არის ნახეთ მძიმე და რაღაცა იმ სუბუქი არის, ხო? ძალიან სუბუქია ხელშიდაც და ეს ახლა თუნდაც პატარა მცირე ნატეხი რომ მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობას ფიზიკურად ან 99%-ში ვერ დააზიანებს. ახლა მე არ ვსაუბრობ ბავშვზე და ასე შემდეგ, გასულ ადამიანზე თუ ვსაუბრობ. ამიტომ ამასაც ითვალისწინებს, გათვალისწინებული რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას თავისი რისკები ახლავს და ერთადერთი ეს მომენტი რომ აქ ახლა თქვა ჩვენ ვიყენებთ ქაღალდი იქნება თუ ხე, უნდა ვიცოდეთ ის რომ დანამდვილებით უნდა ვიცოდეთ ან ის რომ ეს პროდუქტები რაღაცა სანდო მომწოდებლისგან არის წარმოებული და სანდო წარმოებლისგან და ის არ იყენებს რაღაც სხვა ნივთიერებებს არა, ну გადასამუშავებელ მასალას, რომელსაც თქვა ტოქსიკურობა ახასიათებს, ხო? აი ეს თუნდაც თავსახური არის ამას აცეფარება, ხო? აი ორი მხარე აქვს, ნახეთ რომ დავაკვირდეთ. ერთია ეს ნაწილი და მეორე ეს ნაწილი, ხო? ამას თავისი
პლუსები აქვს, თავისი ესე რომ ვთქვათ, გამოყენება აქვს, ეს ნაწილი იცავს ტემპერატურას, ინარჩუნებს და ასე შემდეგ და ბევრად უფრო მდგრადია და ბევრად უფრო ესე რომ ვთქვათ, ნივთიერებები აქედან არ გადავა. მაგრამ აი ეს ნაწილი უკვე ზედამხარე შეიძლება ვთქვათ, ტემპერატურაზე უკვე პრობლემას ქმნიდეს. რა აი ამ ნაწილშიდაც კი ეს თუ ქაღალდისგან არის უხთა, რა როგორი ტიპის ქაღალდისგან არის ცელულოზა რა არის გამოყენებული, ეს მნიშვნელოვანი არის და ზოგადად ეს რომ შემოდის ჩვენთან საქართველოში იქნება ნებისმიერ ქვეყანაში ნივთიერი მასალები როდესაც შემოდის თქვათ ან პროდუქტი როდესაც შემოდის, მას თავისი სერტიფიკატები ახლავს და იქ არის ჩამონათვალში თქვათ რა ნივთიერებებია გამოყენებული, რა მასალისგან არის მიღებული და ეს შეუძლია წარმოებლებმა ნახეთ მომხმარებელებს წარმოებლის ინტერესში მე ეს რეგულაცია დიდი იმედი მაქვს რომ მალე კონტროლიც დაწყებულია უკვე და მალე ამუშავდება ინფორმაცია. გარდა ამისა, ხშირია ნიშანდებები, აი ნიშანდებებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. აი ეს შეჯამების კუთხით უფრო ამაზე მინდა რომ ვისაუბროთ. პირდაპირ აწერია eco-friendly, ესეთი შეიძლება ეწეროს რაღაცა ბიონაკლებად, ბიოსხვა რაღაცა არის კიდევ, ხო? ფოთოლი შეიძლება ეხატოს ხის ნიშანი რაღაც ესეთი თუნდაც აი ამ პროდუქტებზე, რომელიც უკვე ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ნაწარმოებია ისეთი მასალისაგან, რომელიც არის უნებელი, ხო? არის ესეთი მაგალითად ევროკავშირშია ხის სამეურვეო საბჭო, რომელიც ქმნის და აძლევს ნებართვას აი ამ ორგანიზაციებს, რომ გამოიყენონ ხის მასალა და გარდა ამისა გაითვალისწინონ ამ ხის მასალაში როგორ უნდა და მოკლედ გამოიყენონ ეს ხის მასალა, რომ მოხმარებლისთვის დამუშავება როგორ გააკეთონ, მოხმარებლისთვის უნებელი იყოს, ხო? აი ეს ნიშანი, ძირითადი ნიშნები რაც არის ხოლმე, ეს ფოთოლი ახატია ყველაზე ხშირად, აი ეს რაც შეხვდებათ და eco-friendly, აი ეს ორი მთავარი ნიშანი და მესამე ნიშანი რაც არის, აი ესეთი თუ დაკვირვები ხართ, ესეთი ისარი არის, წრე არის, რომელსაც ისარი აქვს, ეს ნიშნავს, რომ არის გადამუშავებადი მასალა. გადამუშავებადი მასალა გულისხმობს იმას, რომ სამკუთხედიც არის ხოლმე მასში წერია და პროცენტი აწერია აი ამ ნიშანის ქვეშ აწერია პროცენტი, მაგალითად 70%, მაგალითად 50%. ეს უკვე ნიშნავს, რომ 100% გადამუშავებელი კი არა, 50% მასში გადამუშავებადი მასალა არის, ეს უკვე ნიშნავს, რომ შეიძლება თქვათ ის იყოს ბიოდეგრადირებადი მასალა, ხო? აი ბიოდეგრადირებადი მასალა, აი ამ პროცენტსაც შეგვიძლია დავაკვირდეთ, ხო? როდესაც არ აწერია ეს პროცენტი, ნიშნავს, რომ იქ ბიოდეგრადირებადი მასალა საერთოდ არ არის გამოყენებული კი. და ეს მნიშვნელოვანი მონაცემები არის აი ამ კუთხით. ფერი, სხვათა შორის ფერზედაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ხშირად ეს ბამბუკისგან, ესეთი მსუბუქი და ესეთი მასალისგან მზადდება, ხო? პირდაპირ შეგვიძლია თქვათ, რომ შედარებით ღია ფერის არის უფრო ბუნებრივთან და ამ ბამბუკთან ახლოს, ხო? რაღაც მუქი ფერი არა აქვს ამ ბამბუკს ფიზიკურად და თუმცა აქაც ახლა შემდეგ ხდება ამ ზედაპირების თუნდაც დაფა იქნება თუ ასე შემდეგ დამუშავება სპეციალური ლაქებით, რომელიც თქვათ უნარჩუნებს სიმყარეს უფრო ხშირად დიდი ხნით გამოყენება შესაძლებელია მათი ესე ვთქვათ დამსახურები და ეს ლაქებიც ხშირად არის ხოლმე ისეთი რომელიც საკმაოდ რისკებთან არის დაკავშირებული და ესეთ წარმოებებს შეგვიძლია გადაცემა ზედაპირების დამუშავება ხდება. უმჯობესია რომ არ იყოს ხოლმე დამუშავებული ზედაპირი ან თუ არის დამუშავებული სულ მინიმუმ გქონდეთ და ფლობდეთ ინფორმაციას აი ამ ლაქის შესახებ თუ რომლით არის დამუშავებული ხო არის ბუნებრივი ჩვეულებრივი ეკოლოგიური თუნდაც eco-friendly რასაც ვეძახით რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხო არის ხო აი ამ კუთხით. და ესეც მნიშვნელოვანია რომ ამასაც დავაკვირდეთ რამდენად ზედაპირები დამუშავებული არის. ამ შემთხვევაში ნახეთ არ არის საერთოდ დამუშავებული ზედაპირი, უბრალოდ პირდაპირ არის გამოყვანილი ხო? აგრეთვე საფრთხეს უქმნის ამას რომ ინდივიდუალურ შეფუთვაში არ არის მაგალითად რაღაც ესე გარედან შეიძლება დამიძურდეს ხო? ამას ახლა არც დეზინფექცია ჩაუტარდება, არც რესხვა ხდება, ფიზიკურად ვერ მოხერხდება ხო? ეს ახლა ჩვენ ვიზუალიზაციისთვის სათითაოდ ამოვიღეთ, მაგრამ იყო შეფუთული ერთიანად. აი ესეც უნდა დავაკვირდეთ, სადაც არ არის თქვა რაღაცა შეფუთვაში, იქ უკვე უნდა ჩავთვალოთ რომ რაღაცა პრობლემა არის თქვა და ხო, სხვათა შორის შემიჩნევია ბაზარზე, ხო, ეს გახსნილ მდგომარეობაში და თითო სათითაოდ როდესაც ხდება შეძენა და ანუ ამასაც მივაქციოთ ყურადღება რომ არ არის სასურველი რომ არ არის რეკომენდირებული ნამდვილად იმიტომ რომ ეხლა მომზადების ზოგადად წარმოების პროცესში ხდება ამის დამუშავება და შეიძლება თქვათ რაღაცა გარედან დამიძურების აღმოფრვევა.
წარმოების შემდეგ უკვე ვეღარაფერს ვეღარ დავამუშავებთ, ამას ვერც გავწმენთ, ვერც დეზინფექციას ვერ ჩაუტოვებთ, ხიარი, ფოროვანი სტრუქტურა აქვს, ვერ ხერხდება. აი ეს მინდოდა მეკითხა ბოლოსკენ, იმიტომ რომ როდესაც პლასტმასის ერთჯერად ჭურჭელს ვიყენებდით, ხოლმე ხდებოდა ამისი გარეცხვა, დამუშავება და ასე შემდეგ. ხის ჭურჭელთან მიმართებით როგორ ვიქცევით? ნუ რა თქმა უნდა, ხის თეფშს და ვთქვათ მუყაოს შეფუთვებს რა თქმა უნდა ვერ გამოვიყენებთ მრავალჯერადად, მაგრამ აი რა ხდება კოვზების, დანების, ჩანგლების შემთხვევაში შესაძლებელია მათი გარეცხვა და ხელმეორედ გამოყენება? არ არის მრავალჯერადი ხის ესეთი ჩანგლები და დაფები თითქმის არ გვხვდება. თითქმის არ გვხვდება. თუ არა აქვს რაიმე შერეული, სუფთა ესეთი ხე, თითქმის არ გვხვდება ესეთი, რომელიც ეს მრავალჯერადად შეიძლება გამოვიყენოთ. გარდა ამისა, მასალა შეიძლება აი დაფა მაგალითად ხო რაღაც შეიძლება გამოვიყენოთ პროდუქტის დასალაგებლად და შეიძლება გამოვიყენოთ დასაჭრელად, ხო? არაერთხელ გვითქვამს, მათ შორის თქვენ გადაცემაშიდაც რომ დასაჭრელად ხის დაფები არ არის რეკომენდირებული, მაგრამ სურსათის განსათავსებლად უკვე რეკომენდირებული, იმიტომ რომ ახდება დამუშავება. მშრალი წმენდა შეიძლება მოხდეს პერიოდულად დაფების თუნდაც ის რომელიც ხდება სერვირებისთვის, მაგრამ მისი რეცხვა დეზინფექცია თითქმის ვერ ხერხდება და რაც შეეხება ამას, ნუ აი ამის თუ არ არის შერეული რაიმე ნივთიერება და რაღაც კომპლექსურად თუ არ არის შექმნილი, თითქმის სილიკონი ან რაღაც მსგავსი, თითქმის შეუძლებელია კი არა და არ არის წარმოქმნილი ესეთი, რომელიც თქვა მრავალჯერადად გამოიყენება, ნუ გამოვიყენებ და უნდა გადავარდოთ. ქაღალდის ჭიქაზეც და დავასრულოთ. ქაღალდის ჭიქაზეც შეგვიძლია თქვა მიდგომა გქონდეს იგივე ერთადერთი რასაც დავაკვირდეთ აქ ქაღალდი რა მასალი ქაღალდის ბევრი სხვადასხვა მასალისაგან მიიღება ანუ ხე არ არის მარტო ის თქვა როგორც და ამიტომ აქ მნიშვნელოვანია სწორედ ეს წარმოებლის კეთილსინდისიერება ხო არ არის აუცილებელი დასტურად რაღაც თუ ვიტყვით რომ ქაღალდისგან არის რომ ის არის უნებელი უნდა იყოს უსაფრთხო მასალისა უსაფრთხო ქაღალდისაგან ნაწარმოები და ეს ამაშიდაც არის სხვათა შორის ეს არ არის სუფთა ასე ვთქვათ დამუშავებული თავის წილი აქვს ნივთიერებებისა და არ არის ესე რომ ვთქვათ გამძლეობის თვალსაზრისით ეძლევა ეს ნივთიერებები რომ გაუძლოს თუმცა განსხვავებით რა თქმა უნდა ამისგან ერთჯერადი ჭიქებისგან და პლასმასისგან აქ ნივთიერებების გადასვლა თითქმის არ ხდება და აი ამ კუთხით დაცული ვართ იმიტომ ძირითადად ამას ვიყენებთ ახლა ყავისთვის ხო ხათია კიდეც ჩაისთვის და ასე შემდეგ ну რა თქმა უნდა წყალს თუ მივირთვეთ სივად ის საერთოდ უნებელია და საკმაოდ ესა. ამათი პლუსი არის ის, რომ გარდა იმისა, რომ ნივთიერებები იმ პროცენტულობით, რაც თქვა პლასმასში გვაქვს, არ გადადის პროდუქტში და მდგრადი არის აი ამ კუთხით, მაგრამ არ არის მდგრადი თქვა ბევრ სხვა რაღაც დამუშავების თავის პლუსია. ერთი დიდი პლუსი აქვს ის, რომ ამას ნიადაგში მოხდება, გარემოში მოხდება თუ ასე შემდეგ, ხდება მისი დაშლა, ეს ნივთიერებები ჩვეულებრივ მიწაშიდაც არის და პირიქით ზოგ შემთხვევაში სასარგებლოც არის ნიადაგისთვის. ეს მაგალითად შეიძლება ნიადაგისთვის სასარგებლოც იყოს, ხო? აი ეს დიდი პლუსი აქვს, რომელიც თქვათ ინტეგრირდება მე ნიადაგში და გარემოს არ აბინძურებს. დაბინძურებული გარემო არა მარტო ჰაერიდან შეიძლება წარმოვიდგინოთ, დაბინძურებული გარემო ადამიანებს უქმნის შემდეგ მასზე თქვათ თუნდაც ნებისმიერ მოსავალს მოვიყვან თუ ასე შემდეგ და ნიადაგს დავაბინძურებთ ხიდან წამოსული პროდუქტები ძალიან დიდ პრობლემას ქმნის. ეს ის პროდუქტები, რომელთა რაც არ უნდა დავამუშავოთ, რაც არ უნდა ესე ვთქვათ, დამუშავება გავაკეთოთ აი ამ პროდუქტებისა, შეიძლება საბოლოოდ მოხორებლამდე ორგანიზმში მაინც დარჩი. შეიძლება კი არა ესეა, 90%-ში ესე არის ხოლმე. არანაირი თუნდაც ეს დამაბინძურებლები, ტოქსიკური ნივთიერებები, თერმულად დამუშავება იქნება თუ არ იქნება, ვერ ნადგურდება და ვერსად ვერ წავა, ესე რომ ვთქვათ. მოხდება ადამიანის ორგანიზმში. დროთა განმავლობაში ის გამოიწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ესე პირდაპირ მოწამლებს შეიძლება არ იწვევს, მაგრამ იწვევს სხვადასხვა დაავადებებს. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატო უყურებენ ადამიანები რაღაცა ეჭვის თვალით, თუნდაც რატომ შეიძლება იყოს პრობლემატური და რატომ არ არის ადამიანებისთვის ეს დღემდე პრობლემატური და ზოგადად კაცობრიობისთვის და ნელ-ნელა მიხვდა კაცობრიობა იმას, რომ წლებმა გვაჩვენა უბრალოდ რომ ეს პრობლემები შეგვიქმნა აი ამ მასალებმა, ხო ეს ნიშნულოვანი ფაქტორია. იქნება ეს ჯანმრთელობის იმიტომ შეიძლება გავიდეს 10 წელი, 15 წელი და მერე იჩინოს თავი ადამიანის ორგანიზმში აი ამ პრობლემებმა და აი ამ პრობლემამ ზუსტად როდესაც იჩინა თავი და მასიური გახდა უკვე და რაღაცა ძალიან გახშირდა უკვე წარმოშვა აი ეს მოთხოვნები რაც და ჩვენ საუბრობთ. კი ბატონო. უღრმესი მადლობა მიხეილ, ყოველთვის საინტერესოა თქვენთან საუბარი, თქვენგან რჩევების მოსმენა და შეიარაღება იმისთვის რომ ჩვენი ჯანმრთელობა იყოს უსაფრთხო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, მადლობა ჩვენს მაყურებელსაც.
წარმატებულ მშვიდობიან და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. იმედია, რომ სასარგებლო რჩევები მოისმინეთ და რაც მთავარია, ამიერიდან ეტიკეტზე შეფუთვას აუცილებლად მიაქცევთ ყურადღებას.